გამოშვებულია 2012 წელს. მისი სცენარი გაბრიელ რაზმაძეს და თინათინ ყაჯრიშვილს ეკუთვნის, ხოლო მუსიკა კირილ ლოურენსის. ფილმის ყოველივე დეტალი განსაკუთრებულად არის შერჩეული. გაბრიელ რაზმაძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში ასახა ორ მოზარდ შორის სასიყვარულო ურთიერთობა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ინდუსტრიულ ქალაქ ჭიათურაში და როგორ განვითარდა მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ერთი დღე გაატარეს ერთად, მათთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კვალი დაეტოვებინათ ერთმანეთის ცხოვრებაში. გაბრიელ რაზმაძე დაიბადა 1977 წელს. 2011 წლიდან საქართველოს თეატრისა და კინო უნივერსიტეტის კინორეჟისორო ფაკულტეტის მაგისტრანტია. შავი თუთა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. ამ კინომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ფილმის მოსულობის გაზრდა და მეტი დეტალის დამატება, რაც შეეხება მსახიობებს. მათი შესრულება იყო რეალური, ძალიან ძალიან შეგიძლია რამე ჩაამატო კიდე. აბა რა გვიყვეს ჩვენი კინომისიონერი? ეს მიწერია სხვანაირად. შეძლიძე რომ არა გამახურებული ყურადღება, ყურადღება კი საერთოდ მიწერია, რეჟისორზე, როლებზე, ძირითადად საქმეზე მიწერია, არა მინდა წამოწიოთ და დაგვიყვება. ეს შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და უცნაურს ნამდვილ ადამიანად იქცეს. რა უცნაურია ადამიანის ბუნება, ვქმნით და სიყვარულითაც კი ისე გვიყვარდება თითქმის უძულს. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ ვთვლის ის, რაც გვიყვარს, ზოგჯერ საკუთარი ინდივიდუალურობის დაკარგვამდეც კი. ყოველთვის ვცდილობთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავს ავარიდეთ და წყლით და მშრალები ამოვიდეთ. სწორედ ამიტომ რთულია ადამიანმა დაინახოს ის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში თვითონაა. ამ ფილმში დედობრივი სიყვარული, დამოკიდებულება, ამბიცია და ყოველის მნიშვნელოვანი პრობლემა არის აღბეჭდილი, რაც დღევანდელობაში არის პრობლემა. დღევანდელობაში პრობლემა არის. საზოგადოება არ იყავს მათ, ვინც მათგან გამოიყოფა, გააჩნია ინდივიდუალურობა, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერ ვეგუებით. სიყვარული ხეს გავს, ის იზრდება, ღრმად უშვებს თავის ფესვებს და აგრძელებს გამწვანებას. როგორც დოსტოევსკი ამბობდა, სიყვარული ისეთი შეუფასებელი საგანძურია, რომ მთელ სამყაროს შეგაძევინებს და მიმედე იმკობს. რაზე გაამახვილა, იცი? აი აქ რაღაც ერთ კომპონენტზე ძალიან ვრცლად. კი, გასაგებია, მაგრამ ფილმი ამ სიყვარულზე ნაკლებად არის, ეს არის გზა ადამიანად გახდომის. მას ის რომ აი ეს გზა გაიაროს, რისი გადალახვა და რა უხდება და არის იქ რაღაცა მომენტები ის რომ ეს ერთხელ ის პროფესორი როუნება და რაღაცა ანუ ამ სიყვარულისთვის იმისთვის რომ ოცნება აიხდინოს რამხელა წინააღმდეგობის დაძლევა უხდება და ის რო აი ვთქვათ იმ ბოლოში რო ეძებს მისი ოცნება რო არის რომ აი გახდეს ადამიანი აი ვთქვათ აი ამ პროცესში ის ხდება თუ არა ადამიანი და რა განსაზღვრავს ადამიანურობას აი ესეც ძალიან საინტერესო თემა არის პრაქტიკულად ის იმ გზას რო ასრულებს, იძინებს როგორც ადამიანი იმ დედასთან ერთად. ანუ ის კი არ აქვს მნიშვნელოვანი ის რობოტად შექმნილია თუ რა არის, რომ აი თქვა მათ რისი უნარი აქვს, ეს არის ადამიანურობა, რისი უნარი აქვს სიყვარულის და ოცნების, რაც სხვა რობოტებისგან განასხვავებს და რაც ძალიან ახლობს ადამიანს და პრინციპში ის აი ის ჯავშანი ამიტომ არის ძალიან საინტერესო და ეს ჩამწკრივებული ის არის აი ვთქვათ სხეულები რობოტის სხეულების და რო შედის ეს ბიჭი და თვალები რო უჩანს და რაღაცა ყველა ჯავშანი გვაქვს არა აი ეს ჯავშანი რობოტის იქნება თუ ხორცი იქნება უკვე აქ მნიშვნელობა ეკარგება იმიტომ რომ ის რაც იმაზე მეტია ის არის ბიჭი ის ადამიანი არის სხეულზე მეტი აი ამის მომენტოდა რეჟისორს და აი ეს გზა არის ნაჩვენები როგორ ხდება ბიჭი რობოტი ადამიანი ანუ ხესაერთ ხატავთ ხო აბა ესე იგი დევიდის მშობლებს ხატავ და თვითონ დევიდს რომ ესე იგი ისინი ერთმანეთს ხელს კიდებენ ესე იგი აქ ეს ხელი ჩანს ხოლო დევიდის რო არის რკინის და ნამდვილი უკან დავხატავ დიდ სათამბჯენებს რომელიც ანათებს ასევე ამ სათამბჯენების შუაში ჩავხატავ დიდ დირიჟაბს რომელსაც თავის ფორმა აქვს და ნადირობს რობოტებზე და დავხატავ დაწიოკებულ რობოტებს
რომლებიც გარბიან. ხოლო ესენი შუაში დგანან და ხა ეს ძალიან კარგია. კარგია. აი როცა ესეთ რაღაცა და ზოგადად აი როცა მუშაობ, თქვა იგივე ვიზუალურ მხარეზე, იგივე თქვა ტექსტზე რომ მუშაობ, უნდა გქონდეთ გააზრებული რატო ხატავ ამას, ან რატო წერ ამას. აი მინდა რომ აი ჩადო ეს აზროვნების მარცვალი, რომ იმიტომ კი არა გადაიღო თქვა კადრად, ან რა დაინახე. ანუ შენთვის უნდა გქონდეს განსაზღვრული რა გინდა თქვა ამითი. ანუ როცა აფიშას, ეს უნდა იყოს კონცეფცია. აფიშა ყოველთვის არის ხოლმე კონცეფცია ფილმის, ხვდები? აბსოლუტურად ეს არის ერთ კადრში ჩატეული მთელი ფილმი. ანუ რომ ნახავ ფილმს და უყურებ და რაღაცა აი რა მაგარია. ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა ერთი პატარა დეტალი, მაგრამ ეს ყვება მთელ ფილმზე ხოლმე. აი ამიტომ აი როცა ვთქვათ ვიზუალურად ვთქვათ აფიშაზე გაქვს აქცენტი სრულად გააზრებული უნდა გქონდეს ყველა დეტალი. რატო მოიტანე ეს დეტალები, რატო არის დირიჟაბლი და ასე შემდეგ. რას გვიყვება ეს აფიშა ამ ფილმზე. აი ეს მინდა რომ ჩერდეს. ხო. ხო და აი ესეთი მიდგომით რომ დახატა უფრო გარკვეული იქნება. აი რაღაცა სურათებით უნდა იყოს შენთვის, სადაც ყველა კომპონენტს რაღაც დატვირთვებს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. როცა აფიშას ან კადრს ხატავ, სულ ერთია, იმიტომ რომ ერთი კადრი ხო არ არის ამოგლეჯილი კონტექსტიდან, რომელიც თქვა გინდა დაანახო შენი სათქმელი, თქვა ვინც ნახველი რომ მოვა, არა? ეს ხო არ არის რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რომ ვერ გაიგებს რაღაცა. ეს უნდა იყოს რაღაც, რომელიც მისთვისაც გასაგები იქნება, შეიძლება ფილმი სულ არ ქონდეს ნანახი. ამიტომ მომეწონა ეს ისე ნახევრად ადამიანი რო არის ეს ბიჭი და გაწვდილი ხელი იმ სამყაროსკენ, რომელიც ჩვენთვის სრულებით ნაცნობია რა, რაღაც ორი სამყარო შეხვედრა არის ამ შემთხვევაში. და ძალიან კარგი.